ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ახლა ნერვების ომია. განსასჯელის სკამზე 9 ადამიანი ზის და არავინ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ციცინო მოსიძე. მოსამართლე მოსიძემ რამდენიმე წუთის წინ სასამართლოში განმარტა, რომ სასამართლოს ან მოსამართლის სახლის შესასვლელის ბლოკირება ადმინისტრაციული წესით ისჯება ძველი რედაქციით 15 დღიანი პატიმრობით, 7 თებერვალს შესული რედაქციით კი ან 5000 ლარიანი ჯარიმით ან 60 დღიანი პატიმრობით. მოსამართლეს არ უთქვამს როგორ აპირებს ის მიიღოს გადაწყვეტილება რომელ რედაქციაზე დაყრდნობით. ახლა ამ წუთებში მხარეები შუამდგომლობებს აყენებენ, რომ დაიკითხონ მოწმეები, რათა მათ დაუდასტურონ სასამართლოს, რომ არც მოსამართლის სახლის ბლოკირებას, მის შესასვლელი სახლის ბლოკირებას ჰქონდა ადგილი და ეს იყო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მოსამართლის განმარტება, რას ამბობს ის ადმინისტრაციულ დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. აღნიშნულ მუხტში შევიდა ცვლილება, რომელიც ამოყრიდა 7 თებერვალს და ფაქტურად იგივე ქმედება არის 73 იმამუხლის მეოთხე ნაწილში სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება შეკრების ან მანიფესტაციის სასამართლოს საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება, რომ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ადვოკატების და დაიკითხონ მოწმეები, რომლებიც ისაუბრებენ დღეს ხდომათა დარბაზში, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ქონია მოსამართლის სახლის კარის ბლოკირებას და დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია. ეს აქცია იყო ბუნებრივია, მშვიდობიანი, არანაირი კანონდარღვევას იქ ადგილი არ ქონია, არ დაზიანებულა არც მოსამართლის სახლი, არც მიმდებარე პერიმეტრი და რა თქმა უნდა ამ თემასთან დაკავშირებით მოწმეები დღეს სასამართლოს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. 9 ადამიანი, ვინც ახლა განსასჯელის სკამზე ზის, აცხადებს, რომ მათ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო პატიმრობის გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ოლიგარქის რეჟიმი ცდილობს შეაშინოს ხალხი. მათი მიზანი არის, რომ ადამიანებმა ვეღარ გამოხატოს საკუთარი პროტესტი და ეს არის ახლა საჩვენებელი დასჯა. განსასჯელის სკამზე შედან მომღერლები, მასწავლებლები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, ეროვნული ჯილდოს მფლობელები, ის ადამიანები, რომლებიც ახლა საკუთარ პროფესიულ მოვალეობას უნდა ასრულებდნენ სასამართლოში შედან იმის დასამტკიცებლად, რომ მხოლოდ მშვიდობიან აქციაში იღებდნენ მონაწილეობას და სოლიდარობას უცხადებდნენ მზია ამაღლობას. უცბად გეტყვით, რომ კონცერტი სადარ მქონია მარილის შახტაში -284 მეტრის სიღრმეში, მაგრამ კონცერტი არ მქონია სასამართლო დარბაზში, ანუ არ მოხვედრიო. რა თქმა უნდა, ეს იუმორით, მაგრამ დაგროვდა ეს უსამართლობის ეს განცდა, იმდენად რთულია ამ ძალიან როგორ გითხრათ მზიას თემა, თემურ ქათამაძის შიმშილობა და ძალიან ბევრი მოვლენები, რომ არ ვიცი, ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს და რატომ არის ესეთი ასე თქვათ ხმაურიანი, რატომ აღმოჩნდა, ალბათ იმიტომაც, რომ მის უკან ძალიან დიდი სიმართლე დგას. მოლოდინები ის მაქვს, რომ რა ვიცი, ყველაზე ცუდი მოლოდინი მაქვს. რატომღაც ასე ვფიქრობ, მაგრამ რა იქნება თავად გადაწყვეტს მოსამართლე. რატომ ცუდი მოლოდინი? ხო, ისეთ მდგომარეობაა საქართველოში, რომ კარგად ვერ ვფიქრობთ. კარგ რამეებზე ვერ ვფიქრობთ და ძალიან სამწუხაროა დღეს გაკვეთილზე უნდა ყოფილიყავი და მიწევს სასამართლოში. მე ასეთ მშვიდ აქციაზე არასდროს არ ყოფილვარ. ძალიან მოკლე ხნით
არც ცუდი სიტყვები გვიხმარია, არც უბრალოდ ჩვენი სოლიდარობა გამოვთქვით. თურმე სოლიდარობა ისჯება და ძალიან სამწუხაროა. იმია მაქვს იმის რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ისეთი როგორც წესით უნდა მიიღოს, მაგრამ ჩვენ ყველანი მზადავართ მივიღოთ ის, რასაც გამოგვიტანს სასამართლო, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვას დაუჭირონ მხარი. და ჩვენი სოლიდარობა ქალბატონ მზიას კიდევ ერთხელ და მე ერთი წუთითაც არ ვდარბობ იმას, რომ ვიდექი იმ დღეს იქ და სწორედ ამ დგომისთვის ვარ დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატმა ანა ჩაფიძემ ვიდრე ის შუამდგომლობას დააყენებდა საკუთარი სიტყვა დაიწყო სიტყვებით თავისუფლება მზია ამაღლობელს, რასაც დარბაზში შეძახილებიდან ტაში მოყვა. ამ ქმედების შემდეგ მოსამართლემ გაფრთხილებით მიმართა როგორც უფლებადამცველს, ასევე დარბაზს, რომ თუ არ შეწყდებოდა მსგავსი რეპლიკის გამოყენება, დაატოვებინებდა დარბაზს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ემოციები და ოვაციები გამოხატა იმ ფრაზაზე, რომელიც გულისხმობს თავისუფლება მზია ამაღლობელს, მოსამართლე ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის საქმესთან თითქოს მიმდინარე საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან თუმცა ეს არის ტყუილი, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ მზია ამაღლობელის მხარდამჭერ საპროტესტო აქციის გამო ადმინისტრაციული წესით ახლა ასამართლებენ 9 პირს, ვისი სასამართლოს ხდომაც ამ წუთებში მიმდინარეობს ქუთაისში. ჯერჯერობით უცნობი არა გადაწყვეტილებას მიიღებს ციცინო მოსიძე, ციხეში გაუშვებს ადამიანებს პროტესტის გამოხატვის გამო, თუ მათ 5000 ლარით დააჯარიმებს. ჩვენ ბუნებრივია ვაშუქებთ ამ სასამართლო პროცესს, უახლეს ინფორმაციას კი შემდეგ გამოშვებაში მოგასმენინებთ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ნორმა, რომელიც 2007 წელს არის მიღებული, ითვალისწინებდა მხოლოდ 15 დღემდე პატიმრობას, თუმცა 6 თებერვალს ამოქმედებული ცვლილებებით ითვალისწინებს აღნიშნული ქმედება როგორც 60 დღემდე პატიმრობას, ისე ჯარიმას, თუმცა ვფიქრობთ, რომ იმ მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედების გამო, რასაც ადგილი ჰქონდა 26 იანვარს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებები, რომ ეს იყო სიმბოლური აქტი სოლიდარობის ნიშნად, რომელიც მიემართებოდა ზოგიერთი მათგანის კოლეგას, მზია ამაღლობელის მიმართ გამოხატულ სოლიდარობის სიმბოლურ აქტს და ის ზიანი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის მინიმალური, იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 20 წუთის მანძილზე იყვნენ ეს ადამიანები საცხოვრებელ სახლთან შეკრებული, რის მტკიცებულებებიც, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იქნება სასამართლო პროცესზე და ერთობლივად იმ კონტექსტში ვითარებაშია მათი პიროვნების გათვალისწინებით იმედს ვიქონიებთ, რომ სასამართლო გამოიტანს შესაბამის ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ვიდრე მოწმეთა დაკითხვა დაიწყება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სიტყვის უფლებით ისარგებლებენ ის ადამიანები, რომლებიც ახლა განსაზღვრების სკამზეს ხედან, არც ერთი მათგანი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს, რომ ადმინისტრაციულ დარღვევას მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა, რადგან ისინი მშვიდობიან საპროტესტო აქციაში იღებდნენ დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მონაწილეობას, მათ ბლოკირება მოსამართლის სახლის შესასვლელის არ მოუხდენიათ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კანონდარღვევას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა, არავის არ აქვს მოლოდინი სამართლიანი სასამართლოს და მზად არიან, რომ თუ მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ისინი რამდენიმე დღით, ან 15 დღით, ან 60 დღით ციხეში გაუშვან, მზად არიან მზია ამაღლობელის თავისუფლებისთვის მოხვდნენ პენიტენციურ დაწესებულებაშიც.